გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილთან და პროგრამის მართვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თავშესაფარი კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებს ემსახურება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ხარისხის კონტროლი, ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, როგორც საველე პირობებში, ასევე საოპერაციო პირობებში. ამ მიმართულებით ჩვენ გეგმავთ როგორც შიდა ტრენინგებს, ასევე სხვადასხვა თავშესაფრებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობის კუთხით, როგორც ტრენინგების, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის. ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა არის ჰუმანური გზით ცხოველთა რაოდენობის მართვა და რაც მთავარია, როგორც ფოკუსირებულია როგორც მიუსაფარ ცხოველებზე, ასევე პატრონიან ცხოველებზე, ვისარგებლებ მომენტით და მოუწოდებ ცხოველთა მეპატრონეებს ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რომელსაც პროგრამას თავაზობს, როგორც მიკედლებული ცხოველების მიმართულებით, ასევე პატრონიანი ცხოველების სტერილიზაციის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა არის სრულიად უფასო.